აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენი რწმენა კანონგარეშეა. თქვენ გდევნიან, თქვენს სალოცავებს მიწასთან ასწორებენ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ 80 წელიც არ გავა, ანუ ერთ ადამიანზე ნაკლები სიცოცხლის პერიოდში ეს დევრილი რწმენა უკვე მთელ იმპერიას მართავს. დღეს სწორედ ამ წარმოუდგენელ 80 წლიან გზაზე მოგიყვებით. როგორ იქცა ქრისტიანობა დევნილის სექტიდან რუმის იმპერიის ერთადერთ რელიგიად. ეს არის ისტორია, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით შეცვალა სამყარო. და აი, ყველაფერი იწყება ჩვენი წელთაღრიცხვით 303 წელს. იწყება ცეცხლით, ნგრევით და სისხლით. იმპერატორი დიოკლეტიანე იწყებს იმპერიის ისტორიაში ყველაზე სასტიკ, ყველაზე ორგანიზებულ დევნას. მიზანი ძალიან მარტივი და ამავდროულად ამბიციური. ქრისტიანობის სრული და საბოლოო განადგურება. ეს არ იყო რაღაც ლოკალური რეპრესია. არა, ეს იყო ტოტალური ომი რწმენის წინააღმდეგ. კარგი, მოდით დავიწყოთ პირველი ნაწილით, საბოლოო დევნა. იმისთვის რომ ბოლომდე გავიყოთ, რამხელა რევოლუცია მოხდა, ჯერ უნდა ჩავწუდეთ, რამდენად ღრმა იყო წყვდიათი მანამდე. ანუ, რამდენად სასტიკი იყო ეს თავდასხმა. აი, აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. იმპერიას იმ დროს 4 მმართველი ყავდა და ეს ფაქტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. აღმოსავლეთში დიოკლეტიანე და განსაკუთრებით მისი კოლეგა გალერიუსი ამ დევნას ფანატიკურად ახორციელებდნენ, მაგრამ აი დასავლეთში მმართველს სახელად კონსტანციუსი ერქვა, რომელიც მოდი ვთქვათ, დიდად ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა ამ საქმეს. და აი ეს სახელი კონსტანციუსი კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან მისი ვაჟი კონსტანტინე მალე ამ ისტორიის მთავარი მოქმედი პირი გახდება. ეს არ იყო ქაოსური დევნა. არა, ეს იყო კარგად გათვლილი სისტემური გეგმა ეკლესიის გასანადგურებლად. ჯერ ერთი, ანგრევდნენ მათ შენობებს. მერე, საჯაროდ წვავდნენ მათ წმინდა წერილებს. ამის შემდეგ ართმევდნენ ყველანაირ ქონებას და ბოლოს აპატიმრებდნენ მათ ლიდერებს, სასულიერო პირებს და აიძულებდნენ რომ რომაული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეეწირათ. ხომ ხვდებით, მიზანი იყო არა უბრალოდ ადამიანების დასჯა, არამედ მთელი სტრუქტურის, მთელი ორგანიზაციის მოსპობა. კარგი, გადავდივართ მეორე ნაწილზე. და აი აქ ისტორია იწყებს მოულოდნელ შემოbrunებას. აღმოჩნდა, რომ ამ სასტიკმა დევნამ მიზანს ვერ მიაღწია. ქრისტიანები არ ტკდებოდნენ, იმპერია კი პირიქით, შიგნიდან იშლებოდა სამოქალაქო ომებით. და ამ დროს ირონიულად, სწორედ ის კაცი, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო, იმპერატორი გალერიუსი, სასიკვდილო სცენით დაავადდა და სარეცელზე აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ, სიკვდილის პირას მყოფი კაცი, რომელმაც მთელი თავისი ძალაუფლება ქრისტიანების განადგურებას მოახმარა, ხვდება რომ დამარცხდა და აკეთებს იმას, რასაც ვერავინ წარმოედგენდა. თავისი სასიკვდილო სარეცლიდან ის გამოსცემს ბრძანებას, რომელმაც უბრალოდ შოკში ჩააგდო ყველა. უბრალოდ მოусმინეთ, ეს ხომ წარმოუდგენელი მომენტია. მთავარი მდევნელი არამხოლოდ აჩერებს დევნას, ის ფაქტობრივად ეუბნება მათ. კარგი, თქვენ გაიმარჯვეთ, შეგიძლიათ ისე ვიყოთ ქრისტიანები და ახლა ჩემთვის ილოცეთ. ამას უდიდესი ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა. ეს იყო პირველი ბზარი იმ უზარმაზარ კედელში, რომელიც ძალიან მალე მთლიანად დაინგრეოდა. და აი მივადექით მესამე უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მილანის ედიქტს. გალერიუსმა, ასე ვთქვათ, კარი შეაყო, მაგრამ 2 წლის შემდეგ 313 წელს სცენაზე გამოდის ორი ახალი იმპერატორი, კონსტანტინე დასავლეთში და ლიცილიუსი აღმოსავლეთში, რომლებიც ამ კარს უკვე ფართოდ ბოლომდე გააღებენ. ხო, მილანის ედიქტი. ეს არ არის უბრალოდ ფურცელი, რომელიც ამბობს მორჩა დევნა დამთავრდა. არა, ეს ბევრად მეტია. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ამკვიდრებს რადიკალურად ახალ პრინციპს მთელი რომაული სამყაროსთვის. აბა ვნახოთ, რა ეწერა შიგნით კონკრეტულად. დავიწყოთ პირველი და ალბათ ყველაზე რევოლუციური იდეით, საყოველთაო რელიგიური თავისუფლება. ანუ, სახელმწიფო ამბობს, ჩვენ არ ვერევით თქვენს რწმენაში. გინდა ქრისტიანი იყავი, გინდა წარმართი, გინდა სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევარი, ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს იმ დროისთვის რაღაც წარმოუდგენელი იყო, ხომ ხვდებით? და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი, სრული რესტიტუცია. ანუ, ყველაფერი, რაც ეკლესიას წაართვეს, შენობები, მიწები, ქონება, დაუყოვნებლივ და რაც მთავარია, უფასოდ უნდა დაბრუნებოდა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. გუშინ დევნილი ღარიბი სექტა დღეს უცებ ხდება უზარმაზარი ქონების ფლობელი. ეს იყო არა მხოლოდ მორალური, არამედ უდიდესი ეკონომიკური ძალაუფლების გადაცემა. კარგი, ახლა მეოთხე ნაწილი. ტოლერანტობიდან დომინირებამდე. თუმცა ეს მშვიდობა და პარტნიორობა ორ იმპერატორს შორის დიდხანს არ გაგრძელდებულა. იცით როგორც ხდება ხოლმე, რომის იმპერია ორი მმართველისთვის ყოველთვის ზედმეტად პატარა იყო. მალევე ტოლერანტობის იდეა უკანა პლანზე გადავიდა და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. აი უბრალოდ შეხედეთ, როგორ სწრაფად განვითარდა მოვლენები. 313 წელს ისინი პარტნიორები არიან, მაგრამ სულ რაღაც 3 წლის შემდეგ უკვე ომია მათ შორის. ეს დაპირისპირება თითქმის 10 წელი გაიწელა, სანამ საბოლოოდ 324 წელს კონსტანტინემ არ გაიმარჯვა და არ გახდა მთელი რომის იმპერიის ერთადერთი ბატონ-პატრონი.
და აი როცა იმპერიას ერთი იმპერატორი ყავს, მას სჭირდება ერთიანი იდეოლოგია, ერთიანი ძალა, რომელიც ყველას გაერთიანებს. კონსტანტინემ დაინახა, რომ ეს ძალა სწორედ ქრისტიანობა იყო. ამიტომაც მოიწვია ნიკეის კნება. მისი მიზანი იყო, რომ ქრისტიანულ ეკლესიას ერთი საერთო წესები და ერთიანი მრწამსი ჰქონოდა. ხომ ხვდებით, ეკლესია უკვე არა უბრალოდ კანონიერი იყო, ის ნელ-ნელა სახელმწიფო მანქანის ნაწილად, მის ინსტრუმენტად იქცა. და აი მივადექით ჩვენი ისტორიის ფინალს, ყველაზე დრამატულ ნაწილს. მეხუთე ნაწილი, ახალი იმპერიული რწმენა. აქ უკვე ტრანსფორმაცია თავის პიკს აღწევს. ის რაც 80 წლის წინ დაიწყო, ახლა სრულიად 180 გრადუსით შემოbrunდება. 380 წელი. ეს თარიღი უნდა დავიმახსოვროთ. ეს არის საბოლოო წერტილი ამ გრძელ ისტორიაში. აქ სრულდება გზა დევნიდან ტოლერანტობამდე და იწყება რაღაც სრულიად ახალი. თუ კონსტანტინემ კარი გაუღო ქრისტიანობას, იმპერატორმა თეოდოსიუსმა ყველა სხვა კარი ჩაკეტა. ტოლერანტობის პრინციპი, რომელიც მილანის ედიქტმა დაამკვიდრა, წარსულს ჩაბარდა. ამიერიდან ქრისტიანობა იყო არა ერთ-ერთი დაშვებული რელიგია, არამედ იმპერიის ერთადერთი, ოფიციალური და რაც გთავარია, სავალდებულო რელიგია. და აი შედეგიც. სურათი სრულად შეიცვალა, როლები გაიცვალა. ახლა უკვე სახელმწიფო დევნიდა არა ქრისტიანებს, არამედ მათ, ვინც ძველ რომაულ ღმერთებს სცემდა თაყვანს, წარმართულ ტაძრებს კეტავდნენ ან ანგრევდნენ. დევნილი ფაქტობრივად მდევნელად გადაიქცა. მოკლედ 80 წელი, სულ რაღაც 80 წელიწადში სამყარო სრულად შეიცვალა. და ეს წარმოუდგენელი ისტორია, რა თქმა უნდა, გვიტოვებს ერთ ძალიან დიდ და რთულ კითხვას. როგორ ხდება, რომ რწმენა, რომელიც დევნაზე და ტანჯვაზე იყო დაფუძნებული, თავად ხდება სახელმწიფო ძალაუფლების ინსტრუმენტი? ეს არის კითხვა რწმენის, პოლიტიკისა და ძალაუფლების სახიფათო ურთიერთობაზე, რომელიც მოდით ვაღიაროთ არასდროს კარგავს აქტუალობას.